დანაშაული კანონისა და კონსტიტუციის წინაშე სწორედ ასე აფასებს სალომე ზურაბიშვილი თეატრულუკიანის მოღალატეობრივ განცხადებას, რომელმაც პირდაპირ ეთერში თქვა, რომ გიორგი ანწუხელიძე არა ქვეყნის ინტერესებს, არამედ ვიღაცის პიარს შეეწირა. რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის ნარატივი ჟღერდება იმ პროევროპულად განწყობილი მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში 130 დღეზე მეტია დგანან დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიუხედავად ტერორისა, მიუხედავად ფიზიკური თუ მორალური ზეწოლისა. ამიტომ დღესაც ისევე როგორც წინა დღეების განმავლობაში ახლა მოქალაქეები, გაბრაზებული მოქალაქეები გამოვლენ ზუბალაშვილების ქუჩაზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან და კვლავ იტყვიან ხმამაღლა იმას, რომ არ გადააწერინებენ ისტორიას არც თეატრულუკიანს და არც ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებს. ისინი რა თქმა უნდა აქცენტირებენ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ქუჩაში დგომა, თუმცა განსაკუთრებულ თარიღებზეც აქცენტირებენ და ამბობენ იმას, რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იპატიოს ამ რეჟიმის არც ერთ წარმომადგენელს მსგავსი ტიპის მოღალატეობრივი განცხადებების კეთება და სახეში თვალებში ნაცრის შეყრა ქართველი მოქალაქეებისათვის, რომლებმაც ძალიან კარგად იციან თუ ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე. ამ აქციაზე იდგება ყველა სფეროს წარმომადგენელი, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და საერთო ჯამში ყველას პათოსი და ძირითადი სათქმელი არის ერთი, რომ თუ კი მოქალაქეები არ გამოფხიზლდებიან, თუ კი ასეთ ყველა მოღალატეობრივ განცხადებაზე არ იქნება მკაფიო პასუხი, თუნდაც აქციის ამ პროტესტის სახით, ქართული ოცნება კიდევ უფრო მეტად დაკარგა სახეს და კიდევ უფრო მეტად გადააბიჯებს იმ წითელ ხაზებს, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია ამ ეგრეთ წოდებული რეჟიმისათვის გაფერმკრთალებული. ამიტომ ამბობენ, რომ გადააბიჯონ ყველაფერს, ყველა შიშს, ყველა დაბრკოლებას, სიცივეს და გამოვიდნენ ქუჩაში, რადგან ერთადერთი, ვისაც ახლა საქართველოს მომავლის შეცვლა შეუძლია, არის ქართველი ხალხი. შთაბეჭდილება მიჩნდება მე, რომ რაღაც პერიოდებში ძალით უკიჟინებენ ადამიანებს, რომ გამოვიდნენ და კიდევ უფრო ახალი ძალით და ახალი ენერგიით გააპროტესტონ. იმიტომ რომ შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეს, შეიძლება არ ვიცი, აი ეგეთი გაუგონარი რაღაცეები, რაც ხდება და სახელების გადარქმევა და ფასეულობების გადაფასებაც აღარ ქვია, სხვა რაღაცის შეთავაზება, შავზე თეთრის თქმა, ეს არის ყოველდღიურად წარმოუდგენელი. ხელის შობელს, მის შვილს, ყველას რა ვიცი, მე მოვუხდი ბოდიში, რომ გვესმის ძალიან კარგად, რომ თუ არა ესეთი ადამიანები ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე ვერ მოაღწევდა, თუ არა ეს თავგანწირვა, ჩვენ აღარ ვიარსებებდით საერთოდ. სულ ფიქრობ ხოლმე, რომ აი ამაზე უარესი რა შეიძლება ითქვას, ამაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს. მაგრამ მსგავსი რაღაც ალბათ არავის არ წარმოგვედგინა, ჩვენც კი ვინც ვაპროტესტებთ. ქალბატონო თეა, გიორგი ანწუხელიძე იყო გმირი, ისეც ჩვენს შვილებს, მე პირადად, ჩემს შვილებს აუცილებლად მოვუყვები. და ვეტყვი, რომ იამაყონ, რომ ასეთი გმირები ყავს საქართველოს. არ გაპატიებთ გმირების დამცირებასა და შეურაცხყოფას, არ გაპატიებთ ისტორიის გადაწერას. სწორედ ამ შეძახილებითა და მთავარი მოთხოვნით, მთავარი პათოსით შეიკრიბებიან მოქალაქეები დღეს 3 საათზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც არაერთხელ გადაწყვეტილა საქართველოს ბედი. ანწუხელიძე უკვდავია, დღევანდელი დღის მთავარი ფრაზა და მთავარი სიმბოლო კვლავ იქნება ეს და ისინი ისევ გააგონებენ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომ არც ერთ შემთხვევაში ქართველი ხალხი მსგავსი ტიპის მოღალატეობრივ განცხადებებსა და ნაბიჯებზე თვალს არ დახუჭავს. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ ანწუხელიძე უკვდავია არის ის ფრაზა, რომლის გამოც პოლიცია, ეგრეთ წოდებული სამართალდამცველები იჭერენ მოქალაქეებს და ნახეთ ჩვენ წინა დღეების განმავლობაში გამართულ აქციაზე, როგორ ძალადობდნენ ფიზიკურად იმ ადამიანებზე, რომლებიც სწორედ ამ ბანერით იყვნენ წარმოდგენილები. მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ჯაჭვის პატარა მცირე ნაწილი და ფრაგმენტი და რომ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და მასთან ასოცირებული ეგრეთ წოდებული სამართალდამცველები უკვე დიდი ხანია პატივს აღარსებენ საქართველოს გმირებს, თუმცა მათ პატივს სცემს ქართველი ხალხი. ამიტომ დღეს ჩვენი ქვეყნის ევროპულად განწყობილი მოქალაქეების ხმა ისეთივე მკაფიო და მაღალი იქნება, როგორიც ყოველთვის არის ხოლმე მაშინ, როდესაც რეჟიმები და ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ცდილობს, რომ მათ ღირსება შეულახოს და თვალებში ნაცარი შეაყაროს. მადლობა ხატია, ეს იყო ხატია სამხარაძე.